მოკლედ დონალდ ტრამპმა ასეთი პრორუსული განცხადება გააკეთა. ერთად უსმინოთ. When Putin says that he really wants peace, do you believe him? Yeah, I do. I believe he wants peace. I believe that President Putin, when I spoke to him yesterday, I know him very well. Yeah, I think he wants peace. I think he would tell me if he didn't. გაიგეთ რა თქვა ტრამპმა ჟურნალისტი ეკითხება ესეთ რაღაცას რომ თქვენ გჯერათ რომ ვლადიმერ პუტინს სოფლიოსთვის მშვიდობა სურსო და ტრამპი ამბობს ამერიკის პრეზიდენტი რომ მე მჯერა რომ ვლადიმერ პუტინსო რუსეთის მეფეს რუსეთის დიქტატორს სურს სოფლიოსთვის მშვიდობაო. ოდე ხა დავფიქრდეთ მეგობრებო, ეწოს რაღაც ლოგიკა ჩავხდოთ. ეს სიტყვები რომ მე მეთქვა წინა საარჩევნო კამპანიებისა და იმებს. ეს სიტყვები რომ სიტყვაზე ყობახიძეს ეთქვა, ეს სიტყვები რომ ბიძინა ივანიშვილს ეთქვა. არ ვინმე აი გამჩი ღმერთს ეთქვა ეს სიტყვები. აი მითხარით. აი არ ვიცი რა იქნებოდა შემოტევისა და თავდასხმის აი საერთოდ საზღვრები. ალბათ ულები რესურს დახარჯავდნენ ამ ყველაფერში და ბიჭო ამერიკის პრეზიდენტი ამბობს რომ პუტინის ანუ რაზეც სოფლიო აკრიტიკებს პუტინს რომ არის ოკუპანტი, პრეზიდენტი ამერიკის გამოდის და ამბობს რომ მე მჯერა მშვიდობა უნდა. აი ხა კითხვას ვსვავ. რატო არ არის დონალდ ტრამპი პრორუსი? თუ მე ვიყავი აქამდე თუ აი ეს მემარჯვენე ფლანგი აქამდე ყველანი პრორუსები ვართ ვისაც ქვეყანა გვადარდებს. აი რატო არ არის ეს ადამიანი პრორუსი? ეხა უარესი კიდე რას ამბობს? I think I'd like to see peace. მე ვეძებ მშვიდობას, მაინც ახლა სანამ გავაგზავნოთ ამ ყველაფერს მეგობრებო, Instagram-ზე ვდებ ხოლმე სიახლეებს ხოლმე რა და გამოვყევით აღწერაშია მითითებული, გამომიწერეთ და რავი რა მნიშვნელოვანი ჰაილაითები თუ ხდება ყველაფერზე კომენტირებას ვახდენ და შეგიძლიათ აქტიური ვარ ძალიან Instagram-ზე, შეგიძლიათ გამოვყეთ რა ვისაც სრული გქონთ. ხო, რავი ვიდეო დაალაიქეთ, დღეს ჩვენ საუბრობთ როგორ ერხება უკრაინას, როგორ იწირება სამწუხაროდ უკრაინელი ხალხი და როგორ ეჭირდება ვოლოდიმერ ზელენსკი ამ ხავს ისე რომ პუტინი და ტრამპი აპირებენ საუდის არაბეთში შეხვედრას თუ არაბთა გაერთებული ემირატებში რა ოფიციალურად ჩანიშნული და უკრაინის საკითხი უნდა გადაწყვიტონ უკრაინის გარეშე და ევროპის გარეშე. ნუ რაღაც სიგიჟეებთან გვაქვს საქმე რა. I believe that he would like to see something happen. I trust him on this subject. ანუ მაგ საგანში კონკრეტულად მე ვენდობი რაც არის მშვიდობა პუტინზე ამბობს ხო ვიღაცას ყია პუტინზე. ანუ გინდა თორემ დიდ შვიდეულში ანუ დიდ რბიანი ესე იყო მაგრამ რუსეთი გაუშვეს აქედან ომის გამო დაბრუნდესო. I'd love to have him back. I think it was a mistake to throw him out. Look, it's not a question of liking Russia or not liking Russia. It was the G8. And you know, I said, what are you doing? You guys, all you talk about is... ანუ თქვენ რა გონიათ რომ რუსეთი რო დიდრბიანი და გავრიცხეთო ეს შეცდომა არ იყო, ეს შეცდომა იყო და მე ვისურვებ რომ დიდრბიანში რუსეთი დაბრუნდეს. Russia and they should be sitting at the table. რუსეთი უნდა იჯდესო ამ აგიდასთან სადაც ეს დიდი რვიანის ქვეყნები ვიქნებით. I think Putin would love to be back. The threat that ეხა მეორე თემა, მეორე ჰაილაითი მნიშვნელოვანი. JD Vance-ის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი ევროპული თავდასხმა. აი JD Vance-მა აქ რა განცხადებების აკეთა. აი ტყუილად არ მაქვს ნახეთ რუსული ისენია გამოყენებული სუბტიტრები სპეციალურად. რუსებიც კი იყენებენ ამას საკუთარი პოლიტიკის სასარგებლოდ. რომ უკრაინას ტერიტორიას ათმობინებენ, რუსეთი იტოვებს ტერიტორიებს, დაიმშვიდობეთო საერთოდ თავდაცვის მინისტრმა თქვა 2014 წლამდე არსებულ იმებს რა ქვია ტერიტორიებსო და საერთოდ ზელენსკი გამოვიდა თქვა ესეთი რაღაც რომ ჩემ გარეშე წყვიტავენ ამ ყველაფერს. ვაიმე რას ლაპარაკობ? ანუ არ იცოდა რომ ეს დრო მოვიდოდა? რომ ამერიკამ JD Vance-მა იმოსმინოთ ერთად, რას ამბობს უბრალოდ? გააკრიტიკა ევროპა მიუნხენის კონფერენციაზე. worry the most about vis-a-vis Europe is not Russia, it's not China, it's not any other external actor. ანუ მე რასაც უყურებო, დღევანდელ სოფლიოში საფრთხე არ არის ჩინეთი, ეს არ არის რუსეთი, ან რომელიმე პერიფერიული ზესახელმწიფო. And what I worry about is the threat from within. მე რაც მადარდებს არაშიც რეალურ პრობლემას ხედავ, ეს არის თქვენშიო, ანუ დასავლურ ღირებულებებზე გამახვილა ყურადღება. The retreat of Europe from some of its most fundamental values. ყველაზე მეტად რას მაღელვებს ეს არისო ჩვენი დასავლური ღირებულება და ფასეულობები დაკარგულია ევროპაშიო და მის დისტანცირებას განვსდითო. You shared with the United States of America. და ჩვენ აი ამ შეშფოთებასა და იმას გამოვხედავთ რომ ამერიკასაც, ანუ ამერიკულ ჭეშმარიტ დემოკრატიულ ფასეულებსაც კი დაშორებული ევროპაო. და ეს ევროპა თქვენ გეუნებოდათ ხალხო, რომ ევროკავშირში უნდა შესულიყავით. რომ მეორე ფრონტები გაგეხსნათ იქ ცხინვალში გაგესეირნათ და ეგეთ ბლა 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 და დღეს იქნებოდი მკვდრები მიწაში და ესე რაღაც ძვირფასი ლითონის ანამის სანაცვლოდ საქართველოს მიწებს გადაინაწილებდნენ რა. აი რეალობა რა იქნებოდა. აი რას გადავშ. Struck that a former European commissioner went on television recently and sounded
delighted. ერთ-ერთმა ევროპელმა ევროპელმა კომისარმაო გამოვიდა ტელევიზიაში ეს რუმინეთის არჩევნებზე ახლა საუბარი სავარაუდოდ that the Romanian government had just annulled an entire election. რომ რუმინეთის თავრობაში გაანულეს საპრეზიდენტო ის არჩევნები რაც ჩატარდა, რადგან ევროპა შეშფოთდა, იმიტომ რომ ევროპა მხოლოდ აღიარებს იმის ლეგიტიმაციას, ას თვითონ უნდა ევროკავშირი, იმიტომ რომ ეს არის deep state და ეს არის Ursula von der Leyenis ყრალი ბიუროკრატია რაც ევროპაში ტრიალებს, თვითონ აგერ კაცი ამბობს ახლა რა ბოლო-ბოლო ჩემ გარაგინდა. He warned that if things don't go to plan, the very same thing could happen in Germany. თუ ისე ეს ყველაფერი არ წავა და აი ესე არ მოხდება 2 მინუტში, გერმანიაშიც იგივე მოხდებაო, თუ AfD მოიგო ახლა არჩევნები, მანდაც ევროკავშირი შეშფოთებას გამო. ანუ ევროკავშირს ამ მიუხენის კონფერენციაზე JD Vance-მა სრული პოლიტიკური გაკვეთილი მოუწყო და თავზე დააფარა ყველაფერი ხალხო. ეს თავინებოლომდე უნდა ნახოთ ქართულად იდება სადმე არ ვიცი მე ინგლისურად უყურებ. Trump now. ეს არის FIDES-ი ევროპარლამენტარი ტრეიტ-თან პოდკასტი ქონდა და ის რა ქვია. ხო უსმინეთ, ვიდრე ეს ევროპარლამენტარია და ევროსკეპტიციზმით გამოირჩევა და ევროკავშირის იმ ძალიან დაბალი რეიტინგითა და დაბალი პოლიტიკური შესაძლებლობებით სოფლიოში, რადგანაც აგერ უკრაინის საკითხი და ევროპის გარეშე მიმდინარეობს. საერთოდ არც ახედებენ, სკამზეც არ სვავენ, არც მაგიდას არ უშვებენ არც. ანუ ოთახში არ უშვებენ ევროპას. და ეს ევროპა თქვენ გეუნებოდოთ, რომ ესეთი და ისეთი მთავრობა ყავთო რა ვიცი. He's going to meet Putin. That means now an American and a Russian presidents will decide about peace in Ukraine. ანუ ნახე ხარა ითელი ირონია რა შეაო, რომ უკრაინის მშვიდობის საკითხი უნდა გადაწყვიტონ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებაო, ისე რომ უკრაინას არ სვავენ მოლაპარაკების მაგიდასო. ეხლა რატო გასმენინებთ კაც უცხოელებს? რუსი ხო არავინ არაა ძმოაგერ არიან, ინგლისურად ლაპარაკობს უყველა. გავი თუ იმის არ გჭირათ რომ ეს იყო დონალდ ტრამპი, ეს JD Vance-ი ან ეს ადამიანი და FIDES-ი, რავი, ევროპელები და ამერიკელები არიან, ხო? მე არაფერს არ ვიგონებ, ეს რუსები არ არიან. გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მეგონი, მთავარი არხი რო გააკრიტიკა, კარგი მიუვარდნენ და ჩვენ ევროპელი მომეორის გვაშოლებს და რაღაც ღაპრები დაიწყეს რა. ბიჭო, ბრმები ხო არ ხართო რა? ან ტელევიზორს მაინც არ უყურებ თუ ან არ გაზეთს არ კითხულობ ან ინტერნეტში არ შედი რა ხდება ევროპაში რა ხელა კრიზისია და ესენი გამოდიან ვიდრე რომ ევროპას შორდებით რა ევროპას დარხეული აქვს მაო ევროპა არის ამერიკის შეერთებული შტატების კოლონია ვასალური სახელმწიფო ევროპას გადაინაწილებენ ჩინეთ რუსეთი ამერიკა ეს არის ამერიკულ-რუსული ერთობლივი პროექტი სადაც იყო გეგმაში ეს ყველაფერი რომ ესა უნდა მოხდარიყო რა თქვენ რომ მტრები გონიათ ამერიკა რუსეთი და რამე ეგრე კი არ ხდება ჩემო კარგო გადაინაწილებენ საკუთარ გავლენის სფეროებად აი საქართველოს ადაღმოჩნდება ილოცეთ მაგაზე და ის რა ქვია უკრაინა დასრულებულია ანუ საქართველოს ეშველება კაცო მაგრამ აი უკრაინა საერთოდ დასრულებულია რა უკრაინას აქ იმ მეცოდებიან გულწრფელად მეცოდებიან ის საწყალი ჯარისკაცები რა აი მართლა ადამიანური თვალსაზრისით აი ყოველგვარ აი ნულოვანი ირონიით ვამბობ ყველაფერს რომ მართლა მეცოდება უკრაინელი ხალხი რა გაუკეთა დასავლეთმა და რა გაუკეთა ზელენსკიმ იქაურობას რა ავჩარკა ზაღლებით რუსეთი მიუშვა გაგლიჩა შუაზე ხალხი ჩახოცა მოკლა დედა აქ ნატირები ქვეყანას ვიდეოები შემოხდათ მაგრამ ეხა პროსა ვერ გამოვიყერებ აქ ვიდეოებს არ შეიძლება ეხა ეგეც ალოდობები აქ YouTube-ზე არ შეიძლება არც TikTok-ზე უნდა ნახო Telegram-ებზე ან რაღაც ეგეთ X-ზე ან რაღაც ხო ბიჭო აი რა გმირობის მაგალითები რა უკრაინელი ჯარისკაცებიდან იმას ჯერა რომ იბრძვის საკუთარი სახელმწიფოს და ამ დროს ვიღაცა ზელენსკისნაირი სირი გამოდის და თურმე ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვაიმე ეს არის ცოტი ვოლოდიმე რომ ესე იქნებოდა რეალურად. მაგრამ მე მგონია რომ უკრაინაში მოხდება ახალი მაიდანი და ზელენსკის ჩამოკიდებენ კიევის აი ცენტრში პირდაპირ რა და ყველა იმ ოლიგარქს და ყველა იმას რა ქვია ბიუროკრატს რომელმაც აი ეს ომი და ეს პროცესები უკრაინაში დაუშვეს 2014-დან დღემდე. 22-დან უფრო. And not one European country will participate in these negotiations. არც ერთი ევროპული ქვეყანა არ იღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას ხალხო, არც ერთი. აი მითხარი, რანაირად არის ხა, თქვენ რანაირად უნდა გინდოდეთ ის ბლოკში შესვლა, იმ კოალიციაში შესვლა, სადაც ამერიკა და რუსეთი არაფერს არ ეკითხებიან საერთოდ. It's funny, right? Not Very funny. სასაცილოა ხო? ეს მოსარი საწყენიო რა. A completely aggressive policy of continuing the war. Sometimes I think ჩვენ გავატარეთ ყველაზე აგრესიული პოლიტიკა იმისათვის, რომ ეს ბრიტანეთიდან მომდინარე იყო 20-22-ში თებერვალში, როდესაც დაამთავრა ომი უკრაინა, იმიტომ რომ შენ რუსეთს დაამარცხებ. ევროპამ აქეზა, აჰა, ბოლოს მიტოვებული ევროპას. ვინ გააცოცხლებს იმ უკრაინელ ჯარისკაცებს? ან რომელ დედას დაუბრუნდება სახეზე ღიმილი, რომელთა შვილებიც მიწაში წვანან, მითხარი.
აი ზელენსკი მარტო მაგის გამო არ გაიხარებს და ის ადამიანები ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. Almost cry like majority 500 600 people 600 ფიდიასი მაგრამ 500 600 ფიდიასი ევროპარლამენტის თეორია წარმოიდგინეთ რა და ევროპას აჭრობს. Are voting for war. ანუ 500-600 ევროპარლამენტარი ხარს უჭერს ომსო. To keep this going. და ყველაზე აგრესიული გზებით რა. Not once negotiations, not once diplomacy. არც ერთ არ უთქვიო რა სამშვიდობოს დავით არამე არავისო და ეხა ყველა მიაჩერდა ამერიკას. ვაიმე, თურმე ამერიკაც ღალატობს. Yeah, we put ourselves in a very difficult position also with foreign policy, our allies. The whole South is not anymore with us. America is not anymore with us. ნახე, არც ამერიკა აღარა ჩვენთან, აღარც სამხრეთი აღარ არისო ჩვენთან ვაკაზიან ახლა. Because these people have sided with Russia. და ყველა უცებობლად რუსეთის ხარესო ბიჭო რა, აი ბლეფები ტრიალებს ამ პოლიტიკაში რა და ამ დროს ეხა მე მინდა რა ერთი რაღაც განახოთ. ხო, აი ხა ბატონი ცხონებული რეზო ამაშუკელი შესანიშნავია ახლა. რეზო ამაშუკელი აცხოვროს ღმერთმა მისი სული, აგერ ძმა უყო შესანიშნავი ფსიქოლოგიური დასკვნა. მე ხო დავიწყე ფსიქოანალიზის ძმა ვიდეოები, სექციაც მაქვს, წინა ვიდეო ვინც არ გინდა შეგიძლიათ აღო ფსიქოანალიზზე განხილვა მაქვს და ვაფასებ ადამიანის ფსიქიკას რა. დასკვნა ეს ადამიანი გაგიზებდათ, აი ეს ადამიანები და ესეთები ქუჩაში, რომ ევროპა არის თქვენი მომავალი. ეკოლოგიურ კატასტროფაში რომ მოყვება ფრინველი თუ გინახავთ ესე ეკოლოგიურ კატასტროფაში რომ მოყვება ფრინველი თუ გინახავთ ესე მაზუტში გათხრილი აი მას გავს ეს იდიოტი აი სარა ძმებო რა რომ აი ესეთი რეალობა არის მე მესმის ხალხნო უსამართლოა სამყარო ზოგადად ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრებთ არაერთხელ გვექნება ამაზე ჩვენ განხილვებიც შელობაც, ამის უფრო ხრამა სემანტიკური კოლებებიც და ერთ რამეს უნდა დავადგინოთ, მინდა რომ თქვენ თვალი აიხილოთ ზოგადად ახლა. მეც მეშლება ბევრი რამე, კაცო, შეცდომები ყველას მოგდის და უშეცდომები არავინ ვართ, ხო? მაგრამ აი ერთი რამეში უნდა შევთანხმდეთ. რომ ვინც უკვეთავს სასმელს, ვინც აწყობს სუფრას, მას მიყავს პარადი. ეს არის სოფლიო, ეს არის პოლიტიკა, ეს არ არის მეგობრებო რაღაც შემთხვევით ჩემთვის შემიერ გამოგონილი თეორია. ძლიერი წყვიტავს რა არის სამართლიანი, ძლიერი წყვიტავს რა არის ობიექტური, ძლიერი წყვიტავს ვინ არის თქვენ მართალი. სამწუხაროდ ესეთია რეალობა, კაცო, მე კი არ მინდა ესეთი. ბიჭო, ხანდახან გონიათ ისე რა, მე რო აი რუსეთზე ვიტყვი რაღაც პოზიტიურს, ხო, გონია მე მინდა რამე ეს, ბიჭო, მე რა მინდა იცით, მე მინდა რომ საქართველოს ხონეს ატომური ბომბი. და მინდა რომ საქართველოს იყოს რუსეთის ხელა. და მინდა რომ იყოს საქართველოს მართველი თელი სამყაროს, მაგრამ არ არის ეგრე. ანუ ნახეთ განსხვავება, მე რა მინდა, ანუ მე რა მინდა. ეს ვაფშე სხვა რაღაცაა. აი რა ვიცი, ან სხვა აი ვაფშე სხვა რეალობაა, მე რა შემიძლია ეგ უნდა ვთქვა. მე მაგალითად ახლა პრეტენზია ვერ მექნება, რატო არ მყავს ბუგატი ვეირონი მაგალითად. იმიტომ რომ არ მაქვს ამის შესაძლებლობა და ვერ მექნება ამის სურვილი. ეხლა ვიღაცა რო გამოდის, რუსეთი გიყვარს, ბიჭო, რუსეთის სიყვარული რა შე რეალობა არის ეგეთი. აი ეს რო იხედები, იქით რუსეთიო. რუსეთი, რომელიც ამერიკა აბარებს რუსეთს ანგარიშს, აგერ ხდება პუტინთან ერთად წვიტავს, ხო, აგერც მოვეთყვა ძალად აღიქვავს, ხო, ეხლა 4000 ბირთვული ქობინი აქვს, მაგრამ შეუულია და აკეთებს. შენ რუსი რამდენიც გინდა მოკალი, რამდენი ტანკია უფეთქე, ფეხებზე კიდია ატომური ბომბი აქვს, წაგებული გაქვს ომი ყოველთვის, აი ყოველთვის რაც გინდა მილიტარისტიზმში გადადი და როგორც გინდა შეამცირე ეს ასიმეტრიული ომები, ყოველთვის აგებ მასთან ომს. ამიტომ რა გჭირდება დიპლომატია, გამჭრიახობა და სწორი მიდგომები. მერეც მოვა ეს ლაპარაკს რო ვიწყებ რომ აი მოლაპარაკებები დიპლომატია ეს ხალხს უბიძგებ რომ სიმართლის ხარეს გადმოვიდეს უხსნი რეალობა როგორია აი რუსეთი გინდა უცხორო მაგარიყო რუსეთი კი არის სიყვარული რა შუაშია რატო უნდა მიყვარდეს ან ამერიკა ან რუსეთი ან მე მიყვარს შემიგვეყანა საქართველო ხო მე შეიძლება ტრამპი მევასება ტიპი მევასება ილონ მასკი მევასება ტიპი მევასება ამერიკული პოლიტიკა ბინზურია რუსული ბინზურია ყველა ბინზურია მაგრამ დივერსიფიკაციებს ვახდენ და სეგმენტიზაციას ვუწევ ყველაფერს რომ აი იმაში ამერიკა კაია იმაში ცუდია რუსეთი ამაში არის კარგი ამაში არის ცუდი ევროპა ამაში არის ძალიან ცუდი იმაში ძალიან კარგი ესე კიდე მე ვარ რადიკალი ამ ყველაფერს რომ ამბობ მაგერ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა პუტინი მშვიდობას უსურს სოფლიოსთვის რავი მე რო ეგ მეთქვა რავი ჩამაყრიდნენ ცეცხლში და რავი გამოჭიმული იქნებოდა TikTok-ზე და ყველგან ჩემი ვიდეო აი პრორუსი უცხო ამას ამბობს ბიზნესგან დაფინანსებული პრორუსი ჩინეთუმე აროჩი რა აი ეს არის რეალობაც მაო ეხა რავი გინდა მიიღედეს რეალობა გინდა მიიღეთ მე კიდევ ერთხელ იმარ მე მინდა საქართველოს იყოს კარგად და საქართველოს გაუძლოს ყველა კრიზისულ გამოწვევას სოფლიოში
ამაზე უზრუნავ, რომ ჩემი ხალხი მოვხოდო, ამაზე ვაძლევ, რავი, რა შემილია ჩემგან განათლებას, ინფორმაციას, ნიუსებს, ფსიქოლოგია, ფსიქიკა, ყველაფერი აბსოლუტურად და დავეხმარო ამ ხალხს, იმიტომ რომ მე მიყვარს ქართველები და ქართველი ხალხი, რა ვინ უნდა მიყვარდეს სხვა. აი ესეთი მარტივი კონცეფცია, ნახეთ რა მარტივად ვხიჭავ ყველაფერს, რომ ყველა ადამიანმა თანაბრად გაიგოს, მაგრამ რავი, შეგიძლიათ ინსტაგრამზე გამოვყვეთ და რავი, დააკვირდეთ ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებას ყველაფერს, არც გამჭირვალობის მეშინა კიდევ ერთხელ, არაფრის საერთოდ, იმიტომ რომ ღმერთმა იცის სიმართლე, რას ვემსახურები და ღმერთმა იცის ის ყველაფერი, რომ მე მინდა კარგი თქვენთვის. კიდევ ერთ მე რა მინდა, თუ გინდა ცალკე ჩავწერ ვიდეოს, მერეები მინდა და აი იქნება 1-5 საათიანი ვიდეო, მერეები მინდა ზოგადად. რომ დავიწყებ ეხა აი კინჯალიდან დაწყებული ატომური ბომბით და იმებით ლაზერული იარაღებით, და თელ საქართველოს აღჭურავდი, მაგრამ არ მაქვს მაგის ტრაკი. ამიტომ მანამ ის რისი ტრაკიც აქვს, იმის სურვილებიც უნდა კონდეს. ვიღაცებს რომ უნდა 10000 ლარი ხელფასი, შნო უნდა კონდეს 8000 კონდეს. ვიღაც 20000 შნო უნდა კონდეს, მაგრამ ცხოვრება არის ბრძოლა, დაუღალავი ბრძოლა, ცხოვრება არის უსამართლო, ცხოვრება არის ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ უსამართლობასა და როგორც ქრისტიანი გეტყვით, ბოროტების ყველა გამოვლინებას. რავი, დაწერა თქვენი აზრი ამებთან მიმართებაში, რას ფიქრობთ, როგორ დამეგობრდნენ პუტინი და ტრამპი.